დიახ, ფესვებს დაუბრუნდა, უკვე 10 წელია საქართველოში იმყოფება. 10 წელია ბინადრობაც აქვს, მოქალაქეობაც აქვს, იმიტომ რომ აქ ფერეიდანში აძლევენ მწვანე საბუთს, რომელიც ადასტურებს, რომ ნამდვილად ქართველები არიან და ამ მწვანე საბუთით ხდება საქართველოში მიღება მოქალაქეობის და ასევე გვარის. ჩემი მეუღლეს გვარი არის გოგიჩაშვილი, არის ქრისტიანი და ჩემი მეუღლე პირველად როცა ჩამოვიდა, თავისი მამის სურვილი აასრულა, იმიტომ რომ თავისი მამა ისე გარდაიცვალა, რომ ძალიან უნდოდა საქართველოში ჩამოსვლა და ვერ მოახერხა საქართველოს მიწაზე ფეხის დაბიჯება. ამიტომ აასრულა ჩემმა მეუღლემ და ჩამოვიდა საქართველოში. ასევე ჩემი მამამთილის სურვილი იყო, დიდი სურვილი, რომ 8 დედმამიშვილი ყავს ჩემ მეუღლეს და ჩემ მამამთილის დიდი სურვილი იყო, რომ არც ერთი არ გაყოლოდა ირანელს და არც ერთს არ მოეყვანა ირანელის ცოლი. და ზუსტად 8 დედმამიშვილმა მოიყვანა ქართველი მეუღლე და 8 დედმამიშვილიდან გოგოები გათხოვდნენ ქართველ მეუღლეებზე. ამიტომ ამ ყველაფერს დიდი გულით მიუდგა ჩემი მეუღლე და ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ სხვა დედმამიშვილებიც ჩამოიყვანოს საქართველოში. უბრალოდ იმდენად დიდ თანხებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, რომ ვერ ხერხდება ჯერჯერობით, იმიტომ რომ ჩვენი ფული ჭრის ირანში და ირანის ფული საერთოდ ვერ ჭრის საქართველოში. ამიტომ ჯერჯერობით მხოლოდ ოცნებად რჩებათ ჩვენს ფერეიდანელ ქართველებს და ვინც ჩამოვიდა ფერეიდანელი ქართველები სამწუხაროდ სააკაშვილის დროს მიიღეს ბინადრობა, მაგრამ ეხლა ვერ იღებენ ესე ადვილად ბინადრობას, არ აძლევენ, არ ვიცი რა არის მიზეზი, მაგრამ არც ერთს არ აძლევენ ბინადრობას. ეს იყო და ეს. მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.